დედიკო, მართლა მომაჭრიან ფეხს? არა, ყველაფერი კარგად იქნება, დედი, ნუ გეშინი. დედა გაიყინა, სუნთქვა შეეკრა, მაქსიმალურად ეცადა ცრემლები შეეკავებინა. დემეტრე კი უზარმაზარი, სევდიანი თვალებით უყურებდა მას და პასუხს დაელოდა. დედა მიცოდა, რომ თუ გაჩუნდებოდა, დემეტრეც ატირდებოდა. ამიტომ უპასუხა. იქნება, დედიკო, ყველაფერი კარგად, ღმერთის და ხალხის დახმარებით, დე. დემეტრე 6 წლის იყო, როდესაც პირველად ფეხში დაღრილობა და ტკივილი დაეწყო. ექიმმა რენტგენის გადაღებაზე უარი თქვა, ტკივილგამაყუჩებრები დაუნიშნა. 3 კვირის შემდეგ ბავშვს ფეხი დაუსივდა, დაუნიშნეს მალამოები, ყინული, კომპრესიები, მაგრამ მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ უარესდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ რენტგენი გადაუღეს, თუმცა უკვე ქვიანი იყო. ანევრიზმა ძვალს შიგნიდან ანადგურებდა. ფეხი მომტეხილი და ძვალი მაქონდა შლილი. რაღაცა ის და მაგან დამიგრია ძვალი. იანვარში მისი ძვალი დაიშალა და მთლიანად გატყდა. ბავშვს ფეხში ძვლის გადანერგვა სჭირდება. საქართველოში ეს შეუძლებელია. მათი უკანასკნელი იმედი თურქეთია. მშობლებმა ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა გამოიყენეს. ბავშვს თურქეთში უკვე 2 ოპერაცია გაუკეთეს. ამოკვეთეს ანევრიზმა და ძვლის გადასანერგად ბაზა მოამზადეს. მაგრამ მთავარი ოპერაცია წინ არის. ღირებულება $28,000-ია. ოჯახს არანაირი შესაძლებლობა აღარ აქვს. გვაკეთილი ხალხის იმედი და უფლის. მინდა რომ მალე მოვიჩეს. ოპერაციის გარეშე დემეტრე ვერასდროს შეძლებს სიარულს და შეიძლება ფეხი სრულად დაკარგოს. ჩემი ოცნებაა, რომ გავხდე ფეხბურთელი, მოვაგრო ფული და გავიკეთო ჩემი ბოლო ოპერაცია. მას ჯერა სიკეთის, კეთილი ადამიანების, ის ელოდება, ის ოცნებობს მწვანე მოედანზე, პირველ გოლზე, ის ათამაშოებს არ ითხოვს, მას ცხოვრება სურს, მას სირბილი სურს. კეთილო ხალხო, ეს გონიერი ბიჭი უზარმაზარი ოცნებით თქვენს იმედზია, თქვენი სჯერა. გთხოვთ არ მისცეთ მას უფლება ეს ოცნება დაკარგოს. ერთად შეგვიძლია მისი გადარჩენა. დაუბრუნეთ ბავშვობა, მიეცით მას თამაშის შანსი. დემეტრე აუცილებლად უნდა გავიდეს მოედანზე და გაიტანოს თავისი პირველი გოლი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.